გამარჯობათ, მე ვარ ჩიკოლი პარტელიანი, ადგილობრივი მაცხოვრებელი. მიხარია რომ ლეჩხუმს ეწოია გადაცემა ჩემი კუთხის მასპინძელი, სადაც შემეძლება მცირე მიმოხილვა გავუკეთო ლეჩხუმს და გავაცნო ის ადათ-წესები, ის ტრადიციები და ჩვენი კულინარია ტრადიციული, რომელიც ესე ვამაყობთ ლეჩხუმები. მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობა გავატარე ლეჩხუმში, რადგან აქ დავიბადე, საბავშვო ბაღიც აქ დავამთავრე, სკოლაც, მართალია შემდეგ ინსტიტუტში მომიხდა წასვლა თბილისში, მაგრამ დამთავრების შემდეგ ისევ დავბრუნდი ლეჩხუმში. აქ შევქმენი ოჯახიც, მყავს 3 შვილი, მუშაობ ცაგერის ისტორიული მუზეუმში ფონდების ხელმძღვანელი ვარ და ჩემთან შემოსული ყველა ნივთი თუ ექსპონატებს ძალიან დიდი რუდუნებით ვექცევით. კუთხის გაცნობა ხდება პირველად მუზეუმიდან და შემდეგ გარემო სიტუაციიდან გამომდინარე, რომ გვაქვს შესანიშნავი ძეგლები, გვაქვს შესანიშნავი ადგილები, სადაც შეუძლია ტურისტი მოვიდეს, დარჩეს, დააგემოვნოს ადგილობრივი კერძები და მოინახულოს ჩვენი ლეჩხუმის მხარე. ლეჩხუმი შედგება 2 ხეობისაგან, ეს არის ცხენისწყლის ხეობა და რიონის ხეობა. ცოტა რთული არის ერთ დღეში ორივე ხეობა დაათვალიეროს ტურისტმა, მაგრამ შეიძლება რომ ლოკაციები ისე განაწილდეს, რომ მოვახერხოთ ძირითადი სანახაობების ნახვა. ლეჩხუმი რითაც ამაყობს და სავიზიტო ბარათად გვაქვს მიჩნეული, ეგ არის ხვამლის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2012-ზე მდებარეობს. აქვე გვაქვს გვესოს ციხე და გვაქვს დეხვირის ციხე, სადაც ღია მუზეუმი არის გაკეთებული და შეუძლია ტურისტს იქაც მივიდეს და ინახულოს ეს ლოკაცია. რაც შეეხება მურის ციხესა და მასთან მდებარე წმინდა მაქსიმი აღსარებლის ტაძარს, მათ შესახებ კი ადგილზე მოგეყოლით. ჩვენ ვიმყოფებით ახლა სოფელი ჩხუტელი და მურის ციხეებთან, სადაც არის 3 ციხე, მურის ძველხიდან, სადაც გორმახებს თითქოს განგებამ დანა დაუსვა 3 ციხე დგას. ციხე დაჰკარი, ციხე დაუხთი და არ გაუშვა. ესენი არის მე-11 საუკუნის ძეგლები, სადაც ამ მურის ციხეებზე გააკეთეს შემოვლითი ბილიკები, სადაც ტურისტს შეუძლია რომ კილომეტრიანი გზა არის, 1 კილომეტრი არის 3-ვე ციხე რომ დავათვალიეროთ და მანდვე არის მე-6 საუკუნის კონსტანტინოპოლში დაბადებული ერთ-ერთი წმინდანის, წმინდა მაქსიმი აღსარებლის ტაძარი, სადაც ეს წმინდანი განისვენებს და მისი წმინდა ნაწილები სულ რამოდენიმე წერია, რაც ინახულა, თუმცა 1912 წლის შემდეგ ეძებენ ნიკო მარიდე ექვთიმე-თაყაიშვილი და რამოდენიმე წელია, რაც მივაკვლიეთ და ეხლა მიმდინარეობს სწორედ ამ ტაძრის რეაბილიტაცია. შეუძლია მან მიმსვლელს მოილოცოს სწრაფშემწევი ხატი არის წმინდანის ნაწილებთან ერთად, რასაც შესთხოვთ აგისრულებთ აუცილებლად.
ეგ არის საგერის ისტორიული მუზეუმი, სადაც მე აქ თითქმის 20 წელია მუშაობ და ჩემს ხელში ბევრმა ნივთმა გაიარა იმის გამო, რომ შემოსულიყო ის ნივთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლეჩხუმი მართლაც დაწყებული ქვის ხანიდან დამთავრებული ბრინჯაო რკინის იარაღები ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვება. არქეომეტალურგიიდან დაწყებული, სადაც არის ბრინჯაოს ზოდები, ბრინჯაოს წიდები, შემდეგ არის ქვის ხანის იარაღები, ანუ პალეოლითის ნივთები, მოდის ბრინჯაოს ნივთები და ყველაზე განსაკუთრებული, რომელიც მუზეუმის ავიზიტო ბარათია, ამ შემთხვევაში ეგ არის ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს ხარები და რკინის მუზარადი, სადაც აღბეჭდა სწორედ იმ ადგილს, რომ ლეჩხუმში ოდესღაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-8 საუკუნეში უკვე მიმდინარეობდა რა ბრინჯაოს ჩამოყალიბება და მის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ნივთები. მუზეუმში დაცული არის ხორბლის უნიკალური ჯიში, ეს არის მახადა ზანდურის თავთავები, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ენდემური ჯიში ლეჩხუმისთვის, იმიტომ რომ უძლებს აქაურ კლიმატს და გვინდა რომ ჩვენ ეს ჯიში, რომელიც პირველი და საწყისი არის ხორბლის თავთავების, საიდანაც უკვე სხვა სახეობისა, სხვა ჯიშის კულტურა გამოყავთ პურის თავთავების, შევინახოთ, გავავრცელოთ და კვლავ აღვადგინოთ ეს უნიკალური მახადა ზანდურის დათესვის ტრადიცია ლეჩხუმში. აი ეს იყო სულ ის, რაც შევძელით ამ მოკლე ხანში ჩაგვეწერა და გვეჩვენებია თქვენთვის, მაგრამ სანახავი ძალიან ბევრია ლეჩხუმში. მე ყველას გირჩევთ, გვესტუმროთ ლეჩხუმში, მოინახულოთ ის ადგილები, რომელიც ძალიან დიდ ცნობიერებას დატოვებს თქვენში. ეხლა კი დაუბრუნდეთ გადაცემის მთავარ ნაწილს კულინარიას. ლეჩხუმლებს გვაქვს ძალიან კარგი ავთენტური სამზარეულო. მოვეწვიეთ ქალბატონ მანული ახვლედიანს, რომელიც მოგვიმზადებს ლეჩხუმურ კერძებს და გვასწავლის მის რეცეპტებს. როგორც შეგვიძლიათ, მოვედით ქალბატონ მანული ახვლედიანთან და მივესალმოთ ქალბატონ მანულ გამარჯობათ. ძალიან მიხარია რომ მოვედი როგორც იქნა თქვენთან, ძალიან ბევრი მსმენია თქვენ შესახებ. თქვენი ზანდურის სახლის შესახებ და თქვენი ლეჩხუმური კერძების შესახებაც. რა კერძი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს? დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ყურადღებისთვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ ახლა ნამდვილი ლეჩხუმური კერძი ნიგზიანი პური, რომელიც გამოირჩევა თავისი ავთენტური გემოებით, უბრალოებით, სილამაზით და ნოყიერებით. დაგეხმაროთ? დამეხმარეთ. თვითონ ამ კერძის შესახებ თქვენ საიდან გსცთ? ეს ტრადიციული კერძია, ჩემი დედა, ბებიები, მეზობლები, აი აქ ამ ოჯახში, სადაც გამოუთხოვდი კიდე ყველანი აკეთებდნენ და ჩვეულებრივი გადმოცემულია ტრადიციულად. აი ეს ნიგზიანი პური საკრალური პურია, რომელსაც გამოიყენებდნენ აგრეთვე სალოცავად და ნიგზის ხის ქვეშ ჩვენი წინაპრები სანთელს ანთებდნენ, ლოცულობდნენ აი ამ პურთან ერთად. ახლა როგორ გავაკეთოთ? გავყოთ, დანარჩენი ჭანტილისთვის გამოვიყენოთ და ნახევარი მოგეხმაროთ. დავყაროთ აი ამ კეთზე და შევზილოთ. შეანელი. ცოტა მარილიც დავამატოთ. ძალიან მომწონს ეს გარემო, ეგ სიტუაცია და საიდან გაგიჩნდათ იდეა რომ აი ეს ზანდურის სახლი ესეთ დონემდე მოგეყვანათ? ბავშვობიდან რაღაც ოცნებები მქონდა რომ განსაკუთრებული საქმეები მეკეთებინა და როცა უკვე ასაკში შევედი და ცხოვრების ძირითადი მოვალეობები მოვიხადე, გადავწყვიტე რომ რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ბედნიერებას მომანიჭებდა და
აი ეს ზანდურის სახლი გამომივიდა. ძალიან კარგი. ეხლა ერთად შევაზავეთ ნიგოზი და ხახვი. ნიგოზი, ხახვი და მარილი. ცოტა ხანს რომ მოზელ, უფრო შენელდება ერთმანეთში, უფრო კარგი გემოექნება და გამოგვივა გემრიელიც და საინტერესოც. მე მსმენია რომ თქვენთან ბევრი ტურისტი დადის და რომელი უფრო მეტი ტურისტი სწავლობს, უცხოელი თუ ჩვენები? თითქმის თანაბრად ქართველები და უცხოელები 50-50-ზე. აი ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი უფრო ქართველი სტუმრებია იმდენადაც, რამდენადაც ცნობადობა ქართველი სტუმრებისგან უნდა მოხდეს, ცნობადობის გაზრდა და მიწოდება უცხოელებისთვის. ლეჩხუმის შესახებ თუ აქვთ ინფორმაცია? ზოგადად რამდენად ცნობადია ეს კუთხე? ლეჩხუმის ცნობადობა აისახება ზანდურის სახლის კარგ მუშაობაზე. მნიშვნელოვანია ჩვენთვის აი ეს მხარდაჭერები ტელევიზიიდან, ბლოგერებიდან თითოეული ადამიანი ჩვენი წარმატების, რომელიც ლეჩხუმში მოვა და ლეჩხუმის კარგ ამბავს გაიტანს გარეთ, ჩვენი წარმატების ერთი აგურია და წინ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც სტუმარი მოდის თქვენთან, ინფორმაცია წინასწარ იციან და გიკვეთავენ რა კერძები სურთ თუ თქვენ ადგილზეც აწვდით ინფორმაციას? ჩვენ გვაქვს ჩვენებური სამზარეულო. ჩვენი კერძები, რომლებსაც ვამზადებთ ოჯახში, აი მათთვის მისაღები და მოსაწონია. გვენდობიან ისინი და ჩვენც ვცდილობთ რომ მათი იმედები არ გავაწბილოთ. სტუმრები როცა მოდიან, ჩვენ ვცდილობთ რომ მათი კმაყოფილება კარგად და დადებითად აისახოს ჩვენი მუშაობის მომავალზე. როცა ისინი გვიკვეთავენ, ვთქვათ, რამდენიმე, გვიკვეთავენ და ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ რამდენიმე კერძზე, სულ სიურპრიზებს უწყობთ. 1-2-ით გადაჭარბებული. აი ძალიან მოსწონთ კიდევ ჩვენი ღვინო ვაგემოვნებინებთ ჩვენ სასმელებს. ღვინოს ადგილ თქვენ თვითონ ვიაწარმოებთ ოჯახი თუ? არა, ოჯახის ღვინო გვაქვს რა თქმა უნდა. რამე ბრენდირებული სახელიც გაქვთ შერჩეული თუ? ჩვენ გვაქვს ღვინო ცოლიკოური და ოჯალეში. კიდევ მაქვს ჩემი დამზადებული სასმელები, რომლებიც არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევს სტუმრებში. მიზე და ღვინის ლიქიორი. კიდე გვაქვს ლიმონჩელო. მართალია იტალიელებს მათი სასმელით ძალიან ამაყობენ იტალიელები, მაგრამ არანაკლებია ლეჩხუმური ლიმონჩელო, რომელსაც დაგაგემოვნებინებთ და გაგასინჯებთ. აი კონკრეტულად აი ამ კერძს თუ თავაზობთ და თუ მოსწონთ ხოლმე? რა თქმა უნდა, ვთავაზობთ და მოსწონთ კიდეც. ახლა ჩემო თიკო, სანამ ნიგზიანი პური გამოცხობა, ჩვენ სიმინდიანი პურის ცომი მოვამზადოთ, შევზილოთ და გულად ვიყენებთ როგორი? სიმინდის ფქვილი არის მოზელილი წყალში. ოღონდ კარგად უნდა მოზილოთ ძალიან, რომ არ მოხდეს აი ჩავარდნა. აფუდეს უნდა კარგად და უნდა იყოს მსუბუქი. და ამას ქვია სიმინდიანი პური. კი ბატონო. აი ძალიან ოსტატურად. მანამ რა კარგად იცის. სიმინდიანი პური ლეჩხუმურის სამზარეულოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო. განსაკუთრებით გემრიელია, როცა ადუღებულ რძეს დაასხამ და წამოადუღებ თან. აი ეს დილის საუზმის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ნოყიერი იყო და გამოირჩეოდა, ლეჩხუმლები იტყოდნენ განძიანი არისო და კიდე შაშხს რომ მოხარშავ, აი ლორს, ლეჩხუმურ ლორს და იმას აი ნახარში ჩადებ, ჩაალბობ და მერე შაშხთან ერთად მიირთმევთ, დამერწმუნეთ, უფრო გემრიელი არაფერი არ არსებობს. აბა ვნახოთ ჩვენი. აჰა, ჩვენი ნიგზიანი პურიც გამომცხარა. აბა თიკო,
დამიგემოვნი ახლა და შემიქე სამზარეულო. აბა ნახოთ. მოგწანდი აბა. ჯერ ნიგზიანი პური დავჭრათ. ოხო რა სურნელია. ნახე. ოხო. აბა სიმინდიანი პური. რა გემრიელია. ახლა სიმინდიანი პური დავაგემოვნოთ, სიმინდიან პურს უხდება განსაკუთრებულად ყველი. აი ეს მაისის ხმელ ყველს ვეძახით ჩვენ. აბა ნახეთ მიირთვით აგერ. საოცრება ნამდვილად. აი ახლა გადავიდეთ მეორე კერძზე. აბა რას ვამზადებთ მეორე კერძად? ახლა ვამზადებთ ტაფოულს. ტაფოული ნამდვილი ლეჩხუმური კერძია. აჰა, ომლეტის გარებიძაშვილი. ომლეტის გარებიძაშვილი. გავახუროთ ტაფა. მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ? ნახეთ, აი თქვენზე იყოს კვერცხის გატეხვა. კარგით. აქ გვაქვს მომზადებული შაშხი. შაშხი აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანიც და მჭლეც. მჭლეს ვეძახით ახლა აი ხორციან ნაწილებს, რაც უფრო შეზავებული არის, მით უფრო გემრიელი გამოდის. გაცხელებულ ტაფაზე ცხიმს დავაწყობთ, შემდეგ გადმოვაბრუნებთ, რომ შეიბრაწება, დავახლით 10 ქვეფილ კვერცხს. აი თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო. ნახეთ, ეს არის ღორის რცმელები, მუცლის ცხიმი. ეს არის სამკურნალოც აი მედიცინაში ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ცხიმი მე არც მგონია სამზარეულოში ავთენტური და ჯანსაღი. ეს ახლა ამ ეტაპზე შებოლილი არის, ჩვენთან ოდითგანვე ბოლავდნენ ცხიმს აი თავის აპკში. და რამდენიმე წელი რომ შეინახო არ ფუჭდება, ლობიანების გამოსაცხობად ვიყენებთ და ზოგადად ცხიმად. აი როცა მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები ტყეში, ომში, სანადიროდან რაღაც შორ მოგზაურობაში, მოგეხსენებათ მაშინ აი ჭურჭელიც კი როგორი პრობლემური იყო და აი ეს ჭურჭელიც თვითონ თავისი შებოლილი აპკი ინახავს წლობით და არ ფუჭდება, არ ზიანდება და ამდენად ძალიან პრაქტიკულია. ტაფოული კი გვიჭამია ჩვენს ბავშვობაშიდაც, მაგრამ კვერცხი და მარილი ზეთთან, ცხიმთან, მაგრამ აი უკვე ლეჩხუმური არის ეს. კი ბატონო, შაშხთან და მიცინასთან ერთად. ხავხთან ერთად. ეს ითვლებოდა ღარიბი ხალხის საჭმელად და საჭმელად. მაგრამ ნოყიერი იყო. რა თქმა უნდა და შეიცვალა ახლა დრო და უკვე ფუფუნების საგანი გახდა. ცირეოდენი მარილიც კი, ჩავა. კაროთ. ბევრი არ უნდა, იმიტომ რომ გარკვეულწილად შაშხს აქვს. პირველი დაბრაწვის შემდეგ გადავაბრუნებთ. ალყა დაყრილ ხავხს, დაჭრილ ხავხს დავაყრით და მასთან ერთად მოითუშა. ცოტას კიდე მოვშუშავთ და ნახე როგორ სწრაფად და მარტივად კეთდება. იგი ხო? აბა მე მოგეხმარები ხარ და გავხო. აბა ბარაკა და აგეგენაცვალე და შეცხება. აი ჩვენი ტაფოულიც გაკეთდა. აბა ნახეთ როგორი სურნელი, აბა მოვეხმაროთ გადმოღება. რა გემრიელი სურნელია. ძალიან კარგი იქნება. ანუ ხელი გაქვთ წინვალე. ქალბატონო ვარ. რა ვიცი, მადლობა დიდი. გულიც. გულია მთავარი გული. გულია მთავარი. აბა ახლა მინდა დააგემოვნოთ აგერ. აი მოდი პატარა. აბა დავაგემოვნოთ. თქვენ ჩემთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
ძალიან გემრიელი. შაშხეთთან ერთად უგემრიელესია. კი. და რაც თავარია, ნამდვილი ლეჩხუმური ბავშვობის გემო. აი ეხლა კი გადავდივართ მესამე კერძზე და აი ეს მესამე კერძი რა იქნება? ეს არის ჭანტილა. ავთენტური ლეჩხუმური კერძი. ამ კერძის მომზადება საკმაოდ შრომატევადია და დიდ ძროს მოითხოვს. აუცილებელი არის მოცეხვილი ხორბალი. ჩვენ თქვენმა მოსვლამდე მოვცეხვეთ ეს ხორბალი, გავამზადეთ, გავრეცხეთ, მოვხარშეთ და ახლა გაჩვენებთ აი ამ კერძის შეკმაზვის პროცესს. მე კი ვიცი რაც ნიშნავს ლეჩხუმურად სიტყვა მოცეხვა, მაგრამ აი მაყურებელს რომ უთხრათ რა პროცესია ეს? აი ეს არის მოზრდილი ქვა, ამოჭრილი გული აქვს, ამოჭრილი და ჩაყრი მასში ხორბალს, დაასხამ ცოტა წყალს და აი ხელკავით უხახუნებ ქვასა და აი ამ ხელკავს შორის კანის გაძრობა ხდება, აი ქერქი რაც აქვს, გასწრება ხოლმე. და ამ პროცესში როცა სველდება ხო ღვივდება ხორბალი აი საღამოს უნდა ნახე საღამოს ხო მოცეხვავ გარეთა ქერქი გასცილდება ამ 24 საათიან პროცესში არის ამის მოცეხვა და ამ დროს ღვივდება და მისი გემოვნური თვისებები იცვლება ხო აი უფრო ტკბილი ხდება აი გაღვივების პროცესი ეწყება და უფრო ტკბილი ხდება და უფრო იოლად იხარშება და შესაბამისად გემოც შესანიშნავი აქვს. ანუ ჩვენ ეს წინასწარ გავაკეთეთ. ქოთანში გვაქვს მოხარშული ხორბალი. აბა გადმოვიტანოთ. აი ხორბალთან დაკავშირებით ვიცი რომ თქვენი დამოკიდებულება ძალიან სენსიტიური, აი მოგვიყვეთ ამ ხორბალთან დაკავშირებით. რა ინფორმაცია შეგიძლია მიაწოდო მაყურებელს? ზანდურის სახლი ხორბლის სახლია. ზანდური ქართული ენდემური სახეობა. მსოფლიოს 20 სახეობიდან 5 ქართულია. ამ 5-დან 4 ენდემური სახეობა აღმოჩენილია. მახა, ზანდური, კოლხური ასლი აღმოჩენილია და შესწავლილია ლეჩხუმის ტერიტორიაზე. აი ეს გენომი რაც ამ ხორბლებში არის, მსოფლიო ხორბლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზანდურის შემადგენლობა დედის რძის იდენტურია. აი ჩვენს ორგანიზმთან თავსებადია უამრავი ათასეული წლების განმავლობაში ჩვენ იმ ხორბლით ვიკვებებდით და ჩვენი ორგანიზმისთვის იმდენად თავსებადი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ჩვენ ვოცნებობთ იმაზე, რომ ზანდურის ყანები დავთესოთ და ზანდურის პური გამოვაცხოთ. აი ახლა კი გისროლდებათ მაგოცნებას. ეს ხორბალი შევკმაზოთ. მოხარშულ ხორბალს ვამატებთ ნიგოზს. მოკლედ ეს ნიგოზი წამყვანი როლია. კი, ჩვენთან უამრავი კაკლის ხია და ნიგოზით შესაბამისად აქტიურად გამოიყენება მოხმარებაში. მარილი აუცილებლად. ნიგოზი ხახვი მარილი. კი ბატონო. ჩვენ კი შევაზელთ. და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ეს გემოები განსაკუთრებულად გაჭდება და იქნება ძალიან გემრიელი. თქვენი მიზანი ეს არის რომ ზანდურის ეს თესლი გავრცელდეს დიდ ფართობებზე. რა გიშლით ხეს ან რა არის ამისათვის საჭირო? ეს რთული პროცესია, განსაკუთრებით ტექნიკა, რომელიც ზანდურის მოყვანასთან და წარმოებასთან არის დაკავშირებული, საქართველოში თითქმის აღარ არის, არ არის. იმ წესებით, რომელთაც ჩვენს წინაპრებს მოჰყავდათ ზანდური, თავისთავად თანამედროვე ეპოქაში ეს შეუძლებელია და აი ამიტომ აუცილებელი არის რომ შევიძინოთ აი უცხოეთში არის შესაბამისი ტექნიკა და რომ როგორმე კავიდან გამოვიყვანოთ მარცვალი, ხო? ხო, აი კილიდან რომ მარცვალი გამოვიყვანოთ, აი ეს არის რთული პროცესი, ის საცეხველი რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდა, შრომატევადია ძალიან, თანამედროვე მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს და ნუ მომავალში ასე ვფიქრობ ჩვენთან უფრო აი თვითღირებულება მაღალი იქნება აი ამ ხორბლის და თუ კი თქვათ მოხერხდება ის რომ ტურისტული კუთხით ზანდურის სახლი გაძლიერდება და მექნება საშუალება იმისა რომ ეს ძვირიანი ხორბალი ჩემს სტუმრებს მივაწოდო და უკუგება და მიბრუნდეს ხო აი ამაზე ვოცნებობდა აი ამბობდნენ ადრე რომ ლეჩხუმში მაქედან გამომცხვარი სამ სოფელსთან გადიოდა სურნელი ისეთი გემოვნური თვისებების და სურნელი მატარებელი ეს ზანდური ძალიან კარგი აბა დავაგემოვნოთ
აბა როგორ მოგეწონებათ. მე ეს გასინჯული მაქვს როგორც ლეჩხუმელს ეს კერძი, მაგრამ თქვენი ხელიდან მართლა სხვა. ყველა კერძი სხვადასხვანაირად გამოდის. უძვირფასესია. უძვირფასესი. თქვენ ყველაფერს აქებთ და რა ვიცი. დამემოწმებიან აქ ყოფებით, მაგრამ მე კადრის მიღმა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონი მანული, რომ ეს ლეჩხუმური კერძები გაგვიცოცხლეთ თვალწინ. რადგან ასე ძალიან მოგეწონათ ჩემი კერძები, მე გთხოვთ, რომ ჩამობრძანდეს ლეჩხუმში, დააგემუნოთ ჩვენი სამზარეულოს ელემენტები, ნახოთ ჩვენი ლამაზი ბუნება, ჩვენი გულითადი სტუმარმასპინძლობა და ისიამოვნებთ. გელით ლეჩხუმში.